მოგესალმებით ყველას, მედიაკავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ფესტივალის შესახებ საუბარს. ეს გახლავთ მზიანი საქართველო ზაფხულში, ხოლო ზამთარში ფიფკი. Panteri, bodiში panteri. რაც შეეხება ჩემი გამოშვების დღევანდელ სტუმრებს, გამოშვება იქნება სამ ნაწილად. პირველ ნაწილში თქვენ მოისმენთ საინტერესო საუბარს ორი მსახიობისას, რომლებსაც აქვთ არაჩვეულებრივი საბავშვო სტუდია, თეატრალური სტუდია, ვოკალური სტუდია. ესენი არიან მსახიობები ზურაბ გოგიშვილი და ნათია ლომსაძე. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ. მეორე ნაწილში ჩვენ გვექნება ჩართვა ჭიათურიდან, ასევე არაჩვეულებრივი ქალბატონი ჩაგორთება, რომელიც გახლავთ ჭიათურის საბავშვო თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი, დამფუძნებელი, დირექტორი და პედაგოგი ქალბატონი თინათინ მიქაუტაძე, ხოლო მესამე ნაწილში თქვენ მოისმენთ საუბარს ხაშურში არსებული აკვარიუმის დამფუძნებელის ქალბატონი პოეტ ეკა ბაქრაძისას და მისი აღზრდილებისაც და აღსაზრდელებისაც, რამე თუ სამი ახალგაზრდა იქნება ეკას თანხლებით ჩვენი სტუმარი. ერთ-ერთმა მათგანმა უკვე დაამთავრა და დიდ სამსახიობო ცხოვრებაში შედგა ფეხი წელს, ასე ვთქვათ. ორი კი აკვარიუმის წევრები არიან. ზურა, ნათია, თქვენ 14 წელია სტუმრობთ ფესტივალ მზიან საქართველოს და ფიფკს ფანტელს, უფრო სწორედ რას გადავეკიდებ ფიფკზე, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ფოლკლორის სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე ქალბატონი თეა დავითაია და დამფუძნებელის და ხელმძღვანელიც თეა გახლავთ და მოდით ახლა აი ამ მზიანი საქართველოს შესახებ მოგვიყევით. პირველად როგორ მოხდით მზიან საქართველოში, ეს არის საინტერესო. მოგესალმებით. გამარჯობა. პირველად 14 წლის გაიგეთ მზიანი საქართველოს შესახებ. სკოლებში ტარდებოდა ზღაპრების ფესტივალი, ანუ სკოლაში მოგვივიდა მოწვევა, რომ ანუ სკოლებს შორის იყო თეატრალური ფესტივალი და თუ არსებობდა რომელიმე სკოლაში თეატრალური დასი, უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ზუსტად ასე 14 წლის წინ აღმოჩნდით ფესტივალზე მზიანი საქართველო, რომლის დამაარსებელი, როგორც თქვენ თქვით, არის თეა დავითაია და ძალიან მეგობრული გუნდი ყავს თეა დავითაიას, ხვიჩა ახალაიას სახით და ბესო ლომსაძის. ძალიან სადაც ყველა ბავშვი ძალიან ბედნიერია. ისეთი ბედნიერები ბრუნდებიან ფესტივალიდან, რომ მეტი არ შეიძლება. ძალიან მეგობრული გუნდია, სადაც ყველა რეჟისორი მეგობრობს, ასევე ძალიან მეგობრობენ თეატრის აღსაზრდელები. ბავშვები ერთმანეთთან მეგობრდებიან, მერე ურთიერთობა აქვთ, მიწერა აქვთ, მოწერა აქვთ. მერე ხშირ შემთხვევაში მშობლები გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი კიდევ როდის იქნება, რომ წავიდეთ. ესე ფესტივალიდან ფესტივალამდე ელოდებიან მშობლებიც და ბავშვებიც ამ ფესტივალის ჩატარებას, ხო? ფესტივალის ჩატარებას. როდის იქნება კიდევ ზურამას, ნათიამას, როდის წავალთ? დღეს წელს თქვენმა გუნდმა სპექტაკლებით წარადგინა ორი სპექტაკლი, ერთი გახდათ ჯინსების თაობა და მეორე ნაცარქექია. ასაკობრივი თვალსაზრისით პატარებმა წარადგინეს ნაცარქექია და უფროსებმა ჯინსების თაობა და საკმაოდ ჩვენ ბავშვებთან ერთად დიდი სიამოვნებით თამაშობ ხოლმე. თქვენც თამაშობდით, მამას როლს თამაშობდით საკმაოდ. წელს ვითამაშეთ 5 სპექტაკლი. მანამდე 3 სპექტაკლი ვითამაშეთ, კაცი ადამიანი ვითამაშეთ, ისევ ნაცარქექია ვითამაშეთ და ჯინსების თაობა ითამაშა ორმა ასაკობრივმა ჯგუფმა. ჯერ საშუალო ჯგუფმა ითამაშა და მერე ვითამაშეთ უფროსმა ჯგუფმა. რამდენიმე ნომინაციაში არიან გამარჯვებულები თქვენი მსახიობები და თქვენო თავისთავად და აი თვითონ აი ეს აძლევს თუ არა სტიმულს ბავშვს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს შემდგომ მეცადინეობებს. კი, რა თქმა უნდა, სტიმულს აძლევს თან ძალიან დიდს და სულ იმას ვეუბნებით ხოლმე მეც და ნათიაც და
ხუჩად სუ იმას ამბობს ხოლმე, როცა დაჯილდოვება მიდის, რომ საკმარისია ერთმა ადამიანმა აიღოს სპექტაკლში ნომინაცია, ეს ეკუთვნის ყველას, იმიტომ რომ მე უხსნი ხოლმე ყოველთვის ბავშვს იმას, რომ თეატრი, სპექტაკლი და დასი არის ეს გუნდური ხელოვნება. ეს გუნდურად ხდება ეს ყველაფერი და ერთის წარმატება მთლიანი ერთი წარმატება ყველასთვის არის ეს. შეიძლება 2-3 აიღოს, მაგრამ ის 2 და 3 რა თქმა უნდა ვერ აიღებს თუ სხვა გვერდზე არ ეყოლება. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა მეორე ხარისხოვანი და ეპიზოდური როლი თუ არ არსებობს და თუ არ ითამაშა ადამიანმა, ის მთავარი როლი მარტო ვერაფერს ვერ იწავს. ნადია, მუდმივად მოძრაობაში ხართ, მე თვითონ ვარ მომსწრე იმისა, რომ თქვენი არაჩვეულებრივი მშობლები ააცეკვეთ, ასე ვთქვათ, ფლეშმობზე და მოდით ახლა აი უცებ მოგივიდათ ეს აზრი თუ განსაზღვრული ქონდათ რომ ეს ბაღში ყველასთან დასწრებით ისე ფესტივალს აქვს კიდევ სხვა ბევრ ხიბლთან ერთად ფესტივალს ზიან საქართველოს აქვს კიდევ ის ხიბლი რომ მშობლებიც ჩართულები არიან და მშობლებს აი ეს თაობებს შორის ეს ხით ჩატეხილობა არ არსებობს იმ სტუდიების ოჯახებში რომლებიც თქვენთან დადიან რომლებიც აი მაგალითად ერთად ასე ვთქვათ ბჭყალებში მოღვაწეობენ თავიანთ ბავშვებთან ერთად მუდმივად გვერდ არიან და ბავშვებსაც უხარიათ და მშობლებსაც უხარიათ გარდა ამისა სხვადასხვა სტუდიების მშობლები მეგობრდებიან და ფესტივალის მიღმაც აგრძელებენ მეგობრობას აი მაინტერესებს აი იქ მოცეკვავე მშობლები უცებ გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე თუ მანამდე ქონდათ რეპეტიციები და მანამდე ქონდათ განსაზღვრული გამოყვანა მშობლებისა. დიახ. ზოგადად ფესტივალზე ყველა თეატრმა უნდა წარადგინოს პატარა ნომერი. ეს შეიძლება იყოს ცეკვა, სიმღერა, ან პატარა დადგმა. ეს ვიცოდით. ბავშვები ემზადებოდნენ და იცოდნენ, მაგრამ მშობლები არ მყავდა ჩართული. და ეს ხო უცებ ვიფიქრე და მშობლები წამყვნენ ძალიან გაუხარდათ და იქ სასტუმროს დარბაზში რეპეტიცია გაატარა. გავიარეთ რეპეტიცია და ერთ დღეში დავდგით ცეკვა და ვიცეკვეთ შვაბაკურიანის პარკში. და ეხლა არ შემიძლია გვერდია აუარო კითხვას რა მეთოდით მიმდინარეობს თეატრალურ სტუდიაში 10-10 მუშაობა ბავშვებთან მეცადინეობა. ბავშვებთან მეცადინეობა. აი ეხლა ჯინსების თაობიდან არის ხო ეს კადრები. თავდაპირველად ვიწყებ ნაწარმოების თავიდან კითხვას. განხილვას. მე უყურებ თუ რამე ვიდეო მასალა არსებობს, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესოა სანამ ბავშვებამდე, ანუ მივიტან ამ ყველაფერს. და მე ვიწყებ ხოლმე სცენარის დაწერას. სცენარის დაწერის დროს ფიქრობ ხოლმე ძალიან ბევრს და როცა წერ უკვე წარმომიდგება ხოლმე რომელ ბავშვს რა როლი მოუხდება. იმიტომაც არის ძალიან სიღრმისეული თქვენი წარმოდგენები ყოველთვის. და მე უკვე გადავდივართ სამაგიდო რეპეტიციებზე. შემდეგ განვიხილავთ აუცილებლად ამ თემას უკვე ბავშვებთან. ვაყურებინებ აუცილებლად რა ნაწარმოებსაც დგავენ, თუ არის ფილმი ან ვიდეო ან მასალა, აუცილებლად განხილვას ვაკეთებთ. ჩვენ სტუდიაში გვაქვს პატარა ტელევიზორი, სადაც უყურებთ ხოლმე და განვიხილავთ ამ ყველაფერს და მე ვიწყებთ უკვე როლების დარიგებას, მუშაობას. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც აი ბავშვს თავი შეუკავებია როლის თაობაზე? კი, ყოფილა ესეთი შემთხვევა ჩვენ პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, რომ გონებია რომ ბავშვს აი ამ როლს ვერ შეძლებს, ან ეს როლი ვერ მოიხდინა, მაგრამ ვეუბნებით ყოველთვის მეც და ნათიაც რომ შენ გონია ესე. მოდი დაგვიჯერე. მოდი ეს ცადე, ესე გააკეთე. ბოლოში მადლობა. ბოლოში უკვე რომ მაგ ნომინაცია გასულა ფონს ბავშვი. თავის როლით ავუღია ნომინაცია და ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლო რომ ეს როლი მომეცით. და თქვენ თუ ქონია თუ არის შემთხვევა რეჟისორის მიერ შემოთავაზებულ როლზე ბატონ ზურაბ ან თქვენ ნათია? მე არა.
კარგი თქვა თუ არის არასოდეს. არა, ისეთი პროექტი არ შემოუთავაზებიათ, რომ აი უარი მეთქვა, არ ყოფილა ეგეთი. და როგორ ფიქრობთ, რა სახის როლზე შეიძლება თქვას უარი ზურაბ გოგიშვილმა? თქვენ შემდგარი მსახიობი ხართ. რა სახის როლზე შეიძლება ვთქვა უარი, სიმართლე რო გითხრათ, მაგაზე არ მიფიქრია. იმიტომ რომ ჯერ არ მქონია ეგ მომენტი არასდროს. ზოგადად მე ვეუბნები ხოლმე როგორი როლიც თუ მსახიობი ხარ, ყველანაირი როლი უნდა მოირქო. კი ბატონო. არა აქ ნიშნობა როგორი როლი იქნება. ჩემს პრაქტიკაში, რომ მე რაღაცა როლზე შემოვეთავაზებინა და მე უარი მეთქვა. ჯერჯერობით. მე რა იქნება არ ვიცი. და როგორც მსახიობებს ახლა ქავტონათია თქვენი აზრით მაინტერესებს და ბატონი ზურაბისიც რეპეტიცია თუ სპექტაკლი. მოდი მე გავცემ ამას პირდაპირ შეკითხვას. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, არავის არ ვაკნინებ რა თქმა უნდა, მაგრამ მე როგორც სუბიექტურად, როგორც მესმის, თეატრში იზრდები როგორც მსახიობი. კამერის წინ როგორც მსახიობი ვერ გაიზრდები. კამერა ფიქსაცია. კამერა შეიძლება აიყვანონ გარედან და ნებისმიერმა ითამაშოს 10 არ გამოვა, 11 გამოვა, მაგრამ თეატრში ცოტა სხვანაირად ხდება. უფრო მეტი მობილიზება საჭირო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მეტყველება უფრო გამართული უნდა იყოს და შემდგარი ოჯახია და გუნდური მუშაობა. ხშირ შემთხვევაში ბევრს უჭირს ეს შეგუება, ეს მომენტი შეგუების. მაგრამ მე ვთვლი რომ უფრო რეპეტიცია და თეატრი. რეპეტიცია უფრო მეტად ძერწავს და აყალიბებს იმ ყველაფერს ნაბიჯი, აი ეს ნენელა და ბოლოს ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. სრულყოფილი სახით გამოგვაქვს სპექტაკლი თუ რეპეტიცია, ეს მაინტერესებს, რომელი უფრო ხო, ფილმი არა. რომელი უფრო გულწრფელია? ფიქრობ რეპეტიცია. მეც ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ არავინ არ იცის უკვე ანუ გამოსვლის დროს ვინ როგორ ითამაშებს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ რეპეტიციაზე უფრო ბევრად კარგები არიან, მაგრამ ისე ვერ მოხდეს. არის ხოლმე შემთხვევა, რომ აი რომ გამოვლენ სცენაზე პრემიერა როცა არის, შეიძლება ძალიან კარგად ითამაშონ და მეც მიხარია ხოლმე და მათაც რა თქმა უნდა, მაგრამ არის რომ დრო ჭირდებათ, რომ შეთამაშება გქონდეთ მე ერთმანეთში. ამას ყველაფერს დრო ჭირდება. ჩვენთვის ხო, ჩემთვის უფრო რეპეტიცია. რეპეტიციაზე ეს ნაბიჯ ყველაფერი თითოეული მარცვალი მიდის იმამდე, რომ მე ბოლოს გამოვიდეს შედეგი და ის შედეგი დაიდოს, რაც გვინდა ხოლმე საერთო ჯამში და ხშირ შემთხვევაში ვახცევთ ხოლმე გუნდურად ესე ერთობლივად, ოჯახურად და ძალიან გვსიამოვნებს ბავშვებსაც, პედაგოგებსაც, მშობლებსაც და რა თქმა უნდა, ვინც ნახავს ამ სპექტაკლს და დაესწრება ხოლმე. დიდი მადლობა. იზრდება თუ არა ფესტივალზე ბავშვი შემოქმედებითად? რა თქმა უნდა, ძალიან იზრდება. ფესტივალიდან დაბრუნებული ბავშვი სულ სხვანაირია. სხვათა შორის სხვის სპექტაკლებსაც რო უყურებენ, ამით ძალიან იზრდებიან ბავშვები და არიან უკვე ძალიან კარგი შემფასებლები, უკვე ხვდებიან. აი ძალიან მაგარია, ძალიან კარგია. მე მივესალმები თეატრალურ ფესტივალს და კიდე თუ ბევრი იქნება და ხშირი იქნება, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება და მისაღები. ხო, ეს სოციუმი ძალიან ხსნის, სხვანაირი ხდება ბავშვი, უფრო კომუნიკაბელური ხდება, უფრო გახსნილი ხდება. იქ სცენაზე რო ადის და როლი რო მიეცემა მას, უფიქრდება სხვანაირად სხვა რაღაცებს ხედავს უკვე და მოსულა ხოლმე მე ბავშვი და უთქვამს რომ აი მას ესე რო გავაკეთე ხო კაი იყო. ესეთი ის გვაქვს ხოლმე. ანუ ქმნიან ხო? ადგილზე სცენაზე მაყურებლის წინაშე ქმნიან, არის ესეთი. და არც მე და არც ნათია არ ვზღუდავთ თქვათ იმაში რომ თავისი სახეზე თვითონ იმუშავებს. სპექტაკლის პერიოდში აკეთებენ თავისებურ იმპროვიზაციას და სულ სხვა რაღაცა მიდის, მაგრამ სხვა რაღაცას თამაშობენ და ისეთი კარგი და ლამაზი გამოდის, ხშირად დამიტოვებია მე სპექტაკლში. იმათი გაკეთებული ეს იმპროვიზაცია იმდენად მომწონებია, რომ დამიტოვებია, მეთქი მოდი ასე გავაკეთოთ, უფრო კარგია. კი, რა თქმა უნდა. და გარდა იმისა, რომ სპექტაკლი გაგაქვთ მაყურებლის წინაშე, მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე, ხშირად არის ხოლმე მე მახსოვს ერთი წელი იყო მზიან საქართველოში იტალიიდანაც იყვნენ ჩამოსულები სტუმრები, ჟიურიში იყო ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი რეჟისორი, იტალიელი რეჟისორი. გარდა იმისა, რომ ერთმანეთის სპექტაკლებს უკაცრავად ერთმანეთის რეპეტიციებსაც ესწრებიან, ამასაც დიდი
მნიშვნელობა აქვს. მზიან საქართველოს ფესტივალს ის ხიბლი აქვს კიდევ რომ გასართობი პროგრამაც აქვს, არა მხოლოდ შემეცნებით და სამუშაო, არამედ გასართობი პროგრამაც აქვს. ამით გამოირჩევა ზუსტად მზიანი საქართველო სხვა დანარჩენი ფესტივალებისგან, თორე ფესტივალების მეტი რა არის, ხომ? თუ გნებავთ საქართველოში, გნებავთ მსოფლიოს გარშემო, მსოფლიოს მასშტაბით. აი რა სახის გასართობი პროგრამებია ხოლმე ფესტივალზე თუ შეიძლება ზუსტად? ხიარული სტარტები გვაქვს ხოლმე. სადაც ბავშვები ეჯიბრებიან, მშობლებიც ეჯიბრებიან. ფიზიკური აქტივობები გვაქვს. კი. შემდეგ კონცერტი ტარდება ხოლმე. გასვლითი პროგრამები გვაქვს, გავდივართ ხოლმე მაგალითად ზაფხულობით დენდროლოგიურ პარკში, ასე გაგვყავს სხვადასხვა ადგილებში, ანუ ექსკურსიებიც გვაქვს, ვათვალიერებთ. მუზეუმებში მიყვავს. გართობა გვაქვს ძალიან კარგი საღამოობით, ბავშვები ხოლმე ძალიან მხიარულობენ, დისკოტეკები გვაქვს ხოლმე და რა ვიცი, ეს უფრო ერთმანეთში ეს არის, მეგობრობენ და ხო სხვადასხვა თეატრებს შორის ხდება ესე მეგობრობა ძალიან ესეთი. ბატონი ბესო ლომსაძის და ჩვენი თეატრალური დასი რამდენი წელია უკვე ერთად მოვდივართ და ერთად თანამშრომლია კიდევაც. ჩვენი მეგობრობია. წინა გამოშვებაში იყო ბესო. დიახ, ვიცით. და რა ვიცი, ერთობლივად მის ბავშვებსაც უთამაშია ჩვენ სპექტაკლში, ჩვენი ბავშვებიც ყოფილან და ესე მეგობრობთ. დასები შემოქმედებითი მეგობრობა ეს აუცილებელია და ძალიან ათენში კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ. იმიტომ არიან მე ეს იკითხება ბავშვები რომ გამოვიდნენ ყველაში იკითხებოდა ზრუნველობა ერთმანეთის მიმართ. იქ დავუშვათ ვიღაცას რაღაცა დაავიწყებოდა ეს ისე შუმად და შეუმჩნევლად უკარნახებ და მეორე გვერდით მდგომი. არა მხოლოდ თქვენთან, სხვა ხა ზუსტად არ მახსოვს რომლებთან, მაგრამ ეს ზრუნველობა ნამდვილად იკითხება. ჩვენც ავიღეთ ეგ ნომინაცია მსურველი მსახიობები, ჩვენც ავიღეთ ეგ ნომინაცია. ეხა გამახსენდა. პარტნიორული მზრუნველობა თავის კოლეგის მიმართ. და თქვენ ხართ ათინათში მეტყველების პედაგოგი, ხო? და მინდა აღვნიშნო, რომ აი მართლა ძალიან კარგი მეტყველება აქვს თქვენ ბავშვებს. რასაკი უფრო მოყვებათ ამ მეტყველებაში? მეტყველების გაკვეთილების დროს. ბატონო 5 წლიდანაც ყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ 5 წლის და 6 წლის და 8 წლამდე ბავშვს უჭირს უკვე. სკამზე დაჯდომა, ყურადღების მოკრება, იმიტომ რომ ის ბავშვია. ბავშვთან ორმაგად მეტი ძალისხმევა გჭირდება იმ გაგებით, რომ ბავშვს ჯერ უნდა დააინტერესო, მე აუხსნა, მე ასწავლო. დიდთან უფრო იოლად ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დიდს უფრო სხვანაირი შეხედულება აქვს უკვე გონება დამჯდარია მეტად და უფრო გულისყურით ეკიდება ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა ბავშვებთან უფრო რთულია. უბრალოდ ეხლა ვინც უკვე ჩვენი კურსდამთავრებულები არიან. ხშირ შემთხვევაში მეუბნებიან ხოლმე რომ ზურამას თქვენთან ხო დავდივარ ჩვენ, თუმცა სერტიფიკატები გაცემულია, დამთავრებული აქვს სტუდია, მაგრამ გვერდიდან არ ვცილდებიან. ერთად თამაშობთ ხოლმე სპექტაკლებს, მეუბნებიან ხოლმე ხშირად რომ ჩაგვიტარეთ რა მეტყველების გაკვეთილი. ვიხდით რო გჭირდება. კი, მას ვიხდით. და ეს სპექტაკლს რა პრივილეგია აქვს, ეგ მაინტერესებს. უკაცრავად იმას სერტიფიკატს. ჩვენთან რომ დაამთავრებს ბავშვი, ანუ 5 წლიან თეატრს გავცემთ სერტიფიკატს, რომ მათ გაიარეს საბაზისო კურსი, მე მუშაობა. არა, მუშაობა არ შეუძლია. უბრალოდ საბაზისო კურსი, რომ დაამთავრეს თეატრალურ ხელოვნებაში. და ეს მისაღები გამოცდილება რამეში ადგება? პრინციპში გამოადგება ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა რამდენი მეტი ადამიანს სერტიფიკატი გაქვს და დიპლომი გაქვს, მით უკეთესია რა თქმა უნდა. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ მეცადინეობების დროს განსაკუთრებით ახალ სპექტაკლზე მუშაობისას წიგნის კითხვას. აი ეს მონაკვეთით მომიყევით და ცოტა ხანში თქვენს მიერ შემოტანილ ვიდეოს შევთავაზებ მაყურებელს. დიახ. შეიძლება ეხა ბავშვს ბევრი წიგნი წაკითხული კონდეს, თქვენ რა სპექტაკლსაც თავაზობთ, რა რომელი ნაწარმოების მიხედვითაც სპექტაკლს თავაზობთ, მაგრამ აუცილებელია ხელმეორედ გადაკითხვა კი არა, უფრო სიღრმისეული წაკითხვა. რა თქმა უნდა, აუცილებელია სულ ვეუბნები
მით უმეტეს უფროს თაობას. ახლა პატარებთან ცოტა მიჭირს, იმიტომ რომ კითხვა კარგად არიციან, პატარები არიან. უფროს თაობას, ანუ როცა ვიწყებ ხოლმე სპექტაკლს, ვეუბნები რომ აუცილებლად უნდა წაიკითხონ ის ნაწარმოები. კითხვა აუცილებელია. ასევე ჩვენ მარტო კითხვის გარდა განვიხილავთ ქართულ ფილმებსაც. უყურებთ ხოლმე ქართულ ფილმებს, ძველ მსახიობებს, აუცილებლად უნდა იცოდე ეს. შემთხვევაში არიციან ხოლმე, ბევრმა არიცის ძველი მსახიობები და ძველი ის კინემატოგრაფიული შედევრები, რომელიც იქნებოდა. რეპეტიციის ბოლოს უკვე 10-15 წუთი რო გვაქვს დარჩენილი, განვიხილავთ ხოლმე ქართულ ფილმებს, რომელი ფილმი მოგწონს, ასევე ყველა ორშაბათ დღეს ხოლმე ვაბარებ ხოლმე, რომ ერთი ქართული ფილმი უნდა უყურონ. და მე განვიხილავთ ხოლმე იმ ფილმს, რა მოეწონა, რომელი მსახიობი მოეწონა, აი მთლიანად რა ზოგადად მინდა რომ განვითარებული თაობა იყოს, იმიტომ რომ ძალიან კითხვას რაც შეეხება ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მეტყველების პედაგოგიდან გამომდინარე, სულ ვეუბნები ხოლმე პატარა ასაკის ბავშვებში, მშობლებს, რომ წიგნი აკითხეთ ხმამაღლა. ჯერ ხო წიგნის კითხვას კარგად სწავლობს და მე ის ბგერა, სწორი ბგერა, რომელიც იცის რომ მან როგორ უნდა თქვას და რა უნდა თქვას, ეს წიგნი ბევრად იოლად აყალიბებს კითხვის პროცესს და ესეა. და ბოლოს, აი კიდევ ერთხელ მზიან საქართველოზე რატო უნდა წაიყვანოს ხელმძღვანელმა თავისი სტუდია? პირველ რიგში ძალიან ოჯახური სიტუაცია, იმიტომ და ძალიან ბევრი სითბოა, ძალიან ბევრ სითბოს გასცემენ. შემდეგ სწავლობენ ბავშვები მეგობრობას, რაც აუცილებელია, იმიტომ რომ ეხლანდელი თაობა ძირთადად ტელეფონში არიან. აი გონდა მეთქვა, მე იქ აი ორი კვირის განმავლობაში იქ ვიყავი და ზედმეტად არ მინახავს ბავშვი ტელეფონში ჩაფლული. პირიქით, ან რეპეტიციებზე არიან, ან ერთმანეთს ესაუბრებიან, ან რაღაცას კითხულობენ, ან რაღაცას წერენ, ან ჰაერზე არიან. ან საციგურაო მოედანზე არიან, ან ციგებზე არიან. ანუ მართლა არ მინახავს ზედმეტად ტელეფონში ჩართული ბავშვი და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მართლა თეა დავით აიას და მზიან საქართველოს. ნამდვილად. ბატონო ზურაბ, ქალბატონ ნათია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ვუსურვებ თქვენს არაჩვეულებრივ აღსაზრდელებს და უკვე აღზრდილებს წინსვლას ცხოვრებაში. თითოეულ თქვენგანს ბავშვებო, თქვენ ყველანი ძალიან კარგები ხართ, გისურვებთ ყველა სურვილი აღსრულებოდეთ და წარმატებები გქონოდეთ თქვენს მიერ არჩეულ საქმეში. ახლა კი გთხოვთ ჩავთოთ პირველი ვიდეო და ჩვენ ცოტა ხანში მე პირადად სხვა ასევე საინტერესო სტუმრების თანხლებით დაგიბრუნდებით დროებით. ვინმე სიყვარულის განა ნებები გეკნება კიდევ დაგწევათ ქალბატონო. იკოლი, რა მოხდა? არაფერი ქალბატონო, ხილი მოგართვით. ნავარდო ჯან. მადლობა უთხარი შენ მოგიტანა. შენ მოგიტანე გოგო. იკოლი, ძალიან გიყვარს მონავარდისა. და ამას რაფერ გეტყვი ქალბატონო? არ გინდა? ვიტყოდი. რა? სიყვარულის სირცხვილია? არა, სიყვარულის სირცხვილი, მაგრამ მონავარდისა ის საშიდან მიყვარს და ვაფეთქი ნამი შეიცავს. მამა ჩემის ხსენებაზე. სად გძანდება? ძილაფიქე. მაგრამ მაგფერცი თქვენს ქალბატონო. რავას კურდღელი ბუჩქებში ასე დაუჭყეტია თვალებიო. რას ამბობ, იკოლი? რა შობა იცი? მოგზადი ფაქტი. ამერიკებს წმინდა სანთლებს. დაანთობს ასე დაანთობს. ლაპარაკობს და ლაპარაკობს. შენ ახალ ჩემ ბატონო, კაშობა კიდო იცი? მოგზადი თაგე. ამერიკებს ოქროებით სავსე ქისებს. დააწყობს ასე დააწყობს. ელაპარაკება. ალესიანოვსკი და კონია ფულსტოქს და კონდეს სადონსკი შეიწვედა. და მაგდენი ფული მქონდეს. რომ გქონდეს რა სინადრები? რავაესები ქალბატონო, წევიდოდი ქუთაისსა, წევიდოდი ვანში, წევიდოდი ხონში. ხოშიც რა ვარ მოწოხია. გედეირევა კაცი. კიდო ვინადებდი? დიდროს უფრებს. იკოლი, შენ სადა დროს წარებას მოუნდებოდი. მონავარდისაკი მარტო იქნებოდა. მაგიტომაც არ ვიკარებ მაგოხეს და მაგრერო ფიქრობს. გაშუდი გოგო. ქალბატონო. მონავარდისას დასვისად იცი? აბა გისმენთ. აიუ. უსტიკა.
Eslamas donavan istansavo. Armasevit lovudinit massavo. Sumuhtian şavat mevdidansavo. Davet godis sitwasales yansavo. აბა გამახსენი როგორ არის რითის ყამში თხა ყოლუში ზე ეს სიყვარული უძლური ხმევნა კოცა ლაშა საგნი დიღუდიტო ქაბატონო კნიაზე არ ჩიმოვიდა რომ იცოდეთ როგორი ბედნიერი ვარ შემოხარ მაგრამ აკლია ჩემი სიყვარული ეს სიყვარულის მეკნება მე ვიქნები დედამიწაზე ბედნიერი ვინ რა კიდევ ეჭვობთ ჩემს სიყვარულს რამდენი მოგონებით ასავსე ჩემი გული მაგრამ უნდა გიხდეთ რომ მამა ჩემი წინააღმდეგია ქართველი ხსენებაზე ბატონო წამოდი დაიმალე თაღამოდი საბა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დავბრუნდი ასევე საინტერესო სტუმრებთან ერთად, თუმცა პირველად ჩართვა გვექნება ახლა ჩვენ ჭიათურიდან, როგორც უკვე გითხარით, ეს არის ჭიათურის საბავშვო თეატრი და მისი დამფუძნებელი გამარჯობათ ქალბატონო თინათინ. მანანა მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს, შემოქმედებით გუნდს. დიდი მადლობა, თეკლა, გამარჯობა, როგორ ხარ თეკლა? გამარჯობა, კარგად თქვენ? კარგად, ძალიან დიდი მადლობა თეკლა, რომ გვერთვები ქალბატონ თინათინთან ერთად. ქალბატონო თინათინ, მოდით ეხა ვისაუბროთ ჩვენ თქვენი თეატრის შესახებ და როგორ მოხდა თქვენი საბავშვო თეატრი ფესტივალზე მზიანი საქართველო. ქალბატონო მანანა პირველად მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე ვიყავით თბილისში, რომლის დირექტორი გახდათ მამუკა ლომსაძე. იქ კოორდინატორი იყო ქალბატონი თია, გავიცანით წამყვანი იყო ბატონი ხვიჩა. რამდენიმე წელიწად, 3 წელი ალბათ ამ ფესტივალს სტუმრობდი. პირველი იყო ისა მაჩაბელა 2017. და იქიდან ავიდგით ფეხი, როცა მამუკა წავიდა საზღვარ გარეთ, უკვე დაფუძნებული იყო ალბათ მზიანი საქართველო, მის შემდეგ შემოუერთდი. თუ შეიძლება ბოდიში ქალბატონო, თუ შეიძლება ვიდეოები გავუშვათ ირაკლი. და გავიცანი ქალბატონი თეა და მის შემდეგ გრძელდება ჩვენი მეგობრობა. არა მარტო მზიან საქართველოს ფანტელი, ქიზიყი, ისა შენხარ ვენახი და კიდე იყო რომელი ფესტივალი იყო? სერგო ზაქარიაძის სახელობის ფესტივალი ჩატარდა თვითონ ზაქარიაძის სახელობის თეატრალური კოლეჯი რომ არის. კი ბატონო, აღმაშენებლის პარალელურად. და ეს და ამ ყველაფრის დამფუძნებელი არის ქალბატონი თეა დავითაია. არის ქალბატონი თეა დავითაია და მისი შემოქმედებითი ჯგუფი ბატონი ბესო ლომსაძე, ჩემი უსაყვარლესი წამყვანი ბატონი ხვიჩა ახალაია. ეს ფესტივალი ეროვნულ ტრადიციული ღირებულებების ფესტივალზეა დაფუძნებული. დიდი მადლობა. ქალბატონო თინათინ, თუ შეიძლება თქვენის ნებართვით თეკლას მინდა გავესაუბრო. თეკლა, შენ წელს საკმაოდ ბევრი ნომინაციის მფლობელი გახდი, ხო? ეს იყო იმაში ჩხიკვთა ქორწილში მე მგონი წამყვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ხარ. მოდი, როგორ დაიწყო შენი ესეთი ბავშვური თეატრალური ნაბიჯები პირველი სად შედგა? დედიკო მომიყვანა მე ამ თეატრალურ სტუდიაში.
მაყურებლები ზოგადად შიში მქონდა და ქალბატონი თინა მასწავლებელი მაინც გადამანახინა ეს შიში რა უკვე თავისუფლად გავარ ხოლმე სცენაზე. შენ შიშის არაფერი არ გეტყობოდა, ეგ არაჩვეულებრივად ფლობ ყველაფერს. მე წარმატებებს გისურვებ. კიდე რა სპექტაკლებში გაქვს მონაწილეობა მიღებული თეკლა? მაქვს მე 2024 წელს მაქვს მიღებული ურჩ-წკიპაში მონაწილეობა. წკიპა იყო. ვიყავი წკიპა და აღმოჩენა გახდა ფესტივალი, სამზიანი საქართველოს ფესტივალის აღმოჩენა. ასევე ითამაშა ციცქნა იას დღეობა, იას თამაშობდა. თვითონ ჩვენ თოჯინების თეატრის მსახიობებთანაც ერთად ითამაშა საახალწლო. ძალიან კარგი. ქალბატონო თინათინ, ჩვენ უფრო მეტი დრო გვექნება, როდესაც ჩამობრძანდებით მარტისთვის. ეხლა უბრალოდ ორი სიტყვით თუ შეიძლება თქვენი თეატრის შესახებ და დაგემშვიდობებით. ჩვენი თეატრი 2000 წლიდან არსებობს, როცა ქალაქში არ მოგვეწოდებოდა ელექტროენერგია კანტიკუნტად და გადავწყვიტე დამეფუძნებია თეატრალური სტუდია თუ გინდ ელემენტების შუქზე ბავშვებისთვის მეთამაშა სპექტაკლი. მაგახსოვთ მაშინ კასეტიანი მაგნიტოფონები იყო და მუსიკას კასეტური მაგნიტოფონით გაუშვებდით. და მის შემდეგ მოყოლებული მუშაობთ ვართ საკუთარი ხელებით. არავინ არ მაფინანსებს სპექტაკლი სულ პირველი ჩემს საკუთარ ოჯახში მომზადდა იმ პერიოდში ახალბედა დირექტორი დაინიშნა კულტურის ცენტრში და რახან იცოდა რომ მე შემეძლო ღირებული სპექტაკლი გამეკეთებინა ოჯახში თემურ ჯაფარიძე იყო დეპუტატობის კანდიდატი კენჭსიყრიდა იმ პერიოდში ჭიათურაში და თოჯინები მაჩუკა პირველი სპექტაკლი გამოუშვი თოჯინური სპექტაკლი ჩვენმა ყოფილმა მსახიობმა რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა ბატონმა გივი მოდებაძემ დამიწერა პიესა და დავდგი ეს სპექტაკლი მე ამის და კიდევ მრავალი საინტერესო თოჯინები ბატონმა თემურ ჯაფარიძე ძალიან კარგი ამის და კიდევ ბევრი საინტერესო შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ დღეს უბრალოდ ძალიან მინდოდა რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყავით ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თინათინ უბრალოდ ჩართვა მეტი საშუალებას არ გვაძლევს და რაც შეეხება კიდევ გიმეორებთ პირდაპირ ეთერში აუცილებლად მოგიწევთ თეკლას მე შევპირდი იქვე რომ პირდაპირ ეთერში მოხვალ მეთქი და აუცილებლად მოხვალ თეკლა მომიკითხე შენი მეგობრები რომლებიც ასევე ძალიან ნიჭიერები არიან და გისურვებთ რომ დიდი მსახიობები გამხდარიყავით თუ რა თქმა უნდა მოისურვებთ. ქალბატონო თინათინ უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ბავშვებს აძლევთ იმის საშუალებას რომ თავიანთი მიძინებული ნიჭი გააღვიძონ. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ჩემი თეკლას წარმოჩინებისთვის. გაიხარეთ. კარგად ძანდებოდეთ. რაც შეეხება სტუმრებს რომლებიც სტუდიაში არიან ესენი არიან დასი აკვარიუმის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, პედაგოგი და ყველასათვის საყვარელი იყო ერთი პერიოდი, როდესაც პატარა გოგონა გამოჩნდა ტელეეკრანებზე, პატარა გოგონა წითელუყება პატარა გოგონა გამოჩნდა გაზეთების და ჟურნალების საკმაოდ წამყვანი გაზეთებისა და ჟურნალების ფურცლებზე თავისი შეუდარებლად ლამაზი ლექსებით და ეს მაშინ გახდათ პატარა ეკა ბაქრაძე, რომლის შემოქმედებამაც ფაქტიურად ალაპარაკა სრულიად სამყარო და დღეს ქალბატონი ეკა თავისი უმშვენიერესი გარეგნობით გახლავთ ჩემი სტუმარი და მისი აღსაზრდელი ასევე უმშვენიერესი ნიკი გორბეზი არის ჩემი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. განსაკუთრებული მადლობა ეკას იმისთვის რომ სპეციალურად ჩემი გადაცემისთვის ჩამობძადნენ ხაშურიდან. ეკა მოდით ახლა ვისაუბროთ თქვენი აკვარიუმის შესახებ და როგორ მოხდა აკვარიუმი ფესტივალ მზიან საქართველოზე. აკვარიუმი საერთოდ ეს სახელი ასე ვთქვათ, გვაჩუქა და მოგვნათლა, თუ შეიძლება ითქვას, ყველასათვის საყვარელმა ცნობილმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ქალბატონმა მზია ხეთაგურმა. კი, მზიას სახელი არის ეს დარქმეული. ვეცდები ძალიან ესე მოკლედ მოვყვიან ყველაფრის შესახებ. ხაშურში როცა დავბრუნდი,
რაღაცა მომინდა რომ ის ხელოვნებასთან დაკავშირებული რაღაც პატარა გამოცდილება და თეატრალურ ხელოვნებასთან რომელიც თბილისში ყოფნის დროს მქონდა, რაღაცა გამეზიარებინა და მანამდე ვიტყვი რომ ამას უსწრებდა რა, რომელ გამოცდილებაზე ვსაუბრობ, მქონდა ხელოვნების სალონი და ამ სალონში თბილისში. მაშინ თუ შეიძლება ლეიტმოტივად გასაყოლებელი ვიდეოები გავუშვათ ახლა, დიდი მადლობა. და ეს ახალბედა დამწყები მსახიობები იყვნენ მაშინ და ნუ რაღაცა ესეთი პოეზიის სპექტაკლებს ქმნიდით, რეჟისორი ყავდა და ნუ როგორც იტყვიან ჩვენ ჭიას ვახარებდით თუ როგორც არის. ხო, აი მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მათგან. ამის გარდა ქალბატონ ელდინო საღარაძეს ახლოს ვიცნობ და ვესწრებოდი ხოლმე სულ მის სპექტაკლებს და არა მარტო სპექტაკლებს მქონდა რაღაცა ისეთი საუბრები, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. ბატონ მურმანჯინორიას სპექტაკლებს, თავისუფალ სპექტაკლებს არა უკაცრავად ლექციებს, თავისუფალ მსმენელად ვესწრებოდი ხოლმე და ზოგადად საერთოდ ჩემი ოცნება იყო ჯერ მსახიობობა მინდოდა, მე რეჟისორობა, ნუ არც ერთი არ გამოვიდა არც მეორე. ორივე გადასარევად გამოყვეთ. პროფესიული თვალსაზრისით, ნუ არ გამიშვეს. ნიკი, შენ როგორ მოხდი აკვარიუმში? პირველად მოხდი, როდესაც ვიყავით 16 წლის, იყო 2022 წელი და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდი, ჩემი კლასელისგან გავიგე ამ დასის შესახებ. და რა თქმა უნდა, როცა შევედი, დამხვდა ძალიან თბილი გარემო, ეკამასწავლებლისგან უამრავი რამე ვისწავლე, თავიდანვე ძალიან მომეწონა. დროთა განმავლობაში უფრო ვიხვეწებოდით, რა თქმა უნდა და მართლა რო გადავხედო დღეს, ამდენ მოგონებას უამრავი კარგი დრო მახსენდება და დიდი გამოცდილება დამიკროვდა. და საინტერესო შენ უკვე ჟურნალისტი ხარ, ხო? დამწყები ჟურნალისტი, ასე ვთქვათ, რომელ კურსზე ხარ? პირველ კურსზე. და საინტერესოა იმ მზიანი საქართველო რას გაძლევთ ბავშვებს, აი ეს მაინტერესებს. მზიანი საქართველო არის არაჩვეულებრივი სპექტაკლი კი არა და ფესტივალი და პირველ რიგში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავეცნოთ ერთმანეთის სპექტაკლებს, ვისწავლოთ უფრო ბევრი რამ, უფრო კომუნიკაბელურები გავხდეთ და როდესაც ვუყურებთ სხვის ნამუშევრებს, ანუ სპექტაკლებს, რაღაც ახალს ვიგებთ მათგან და ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ეს პროცესი. ეკა, მეტყველებას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება თქვენთან. რამდენად რომელი თაობა უფრო გვერდით გიდგათ ამ საქმიანობაში? მეტყველებას ექცევა ხო საქმე რაშია იცით რომ მე ერთი მეტყველებასაც ვამეცადინებ სცენარებსაც წერ რეჟისურას ასე შემდეგ და ზოგჯერ არის ხოლმე რომ არ გრჩება ბევრი დრო თუმცა არა მე ძალიან მალე სხვათა შორის როდესაც 2017 წელს პირველად მოვხვდით მაჩაბელას ფესტივალზე წამოვიღე არც თუ ურიგო სპექტაკლი, რაღაცა მაშინ მეც დამწყები ვიყავი, ასე ვთქვათ, ბედნიერი უფლისწული და მე რომ ვზივარ ზემოთ პულტთან და ეს ბავშვები კარგად ასრულებენ ყოველ შემთხვევაში და უცებ მესმის ხვიჩას ამ ბავშვებს მეტყველების პედაგოგი არ ყავთ. იმდენად მადლობელი ვარ მე ამის. აი იქ დამაფიქრა და ჩამაფიქრა. ой, რას მეუბნები? მანამდე არ ვიცოდი რომ მე ამაზე უნდა მემუშავა და აი სასწრაფოდ. აი ხვიჩა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საქმე რომელიც გაგიკეთებია. არაჩვეულებრივ ხვიჩა ახალაია ჩემგან ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. უკვე ბევრჯერ მაქვს ეს მადლობა ნათქვამი და არ დავიღლები. რომ არა ის, იმიტომ რომ ამ კუთხით ეს ჩემი პროფილური არ იყო და არ მიმიქცევია ყურადღება და ახლა უკვე ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ აი ამ უცხო ენების ფონეტიკამ ჩვენ და სამწუხაროდ ჩაანაცვლა ქართული მეტყველება. გეთანხმები. ნიკი, ხშირად გამოდიხარ ხოლმე სპექტაკლებზე და ნუ რეპეტიციას ძალიან დიდი დრო მიაქვს. რომელი უფრო წეღანაც დავსვია შეკითხვა და ზოგადად ვუსვამ ხოლმე იმ შეკითხვას ადამიანებს, ვისაც სცენასთან აქვს საქმე და კავშირი, რომელი უფრო გულწრფელია, სპექტაკლი თუ რეპეტიცია? ვფიქრობ თითოეულს აქვს თავისი ხიბლი. მაგალითად რეპეტიციებზე უამრავი ღელვაც არის რაღაცა სხვადასხვა მომენტებიც, მაგრამ უშუალოდ სცენაზე უფრო მაინც სხვანაირები ვართ, უფრო გაუმჯობესებულები. ჩემთვის სპექტაკლი უფრო გულწრფელია. და თან სპექტაკლში რასაც გამოვარჩევდი, მაგალითად კინოს რო შევადაროთ, იმ მომენტშივე უნდა შეასრულო. ერთხელ გეძლევა შანსი და თუ ვერ შეასრულე
აღარ გეძლება მეტი შანსი. ნიკი საბერძნეთიდან არის ჩამოსული, ხო? პატარა მაგალითად აქვს არაჩვეულებრივი მეტყველება და ეს აკვარიუმის დამსახურებაა. რომ გითხრათ, ხა ცოტა გვიან მოვიდა ჩემთან ეს გოგონა, ახლა მოქმედი ახლა აღარ არის, იმიტომ რომ არის ჟურნალისტია და მე ვეცადე რომ ჩემთან ყოფილიყო ძველი გვარდია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ ჯგუფთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ნიკი ზოგადად აი მისი ეს ხმის ტემბრი მაშინვე მომხდა ყურს. რა თქმა უნდა, იქ რაღაცეები გქონდა ლუსთან დაკავშირებული პრობლემები, ცოტა ეს ასე ვთქვათ დავხვეწეთ, მაგრამ მთლიანობაში და ნიკის მე რასაც შემიძლია ვთქვა, ჩაკეტილი იყო და მივიღეთ საოცრად სენსიტიური, საოცრად გრძნობიარე და ძალიან კარგი გოგონა. კი მივიღეთ, დავინახეთ, თორე ასეთი იყო. ეკა და ორი სიტყვით კიდევ აი ეს თეა დავითაიას მიერ დაფუძნებული ფესტივალის შესახებ. თეა დავითაია აკეთებს არაჩვეულებრივ საქმეს. აი ყველა თითოეული ხელმძღვანელი და ყველა კოლექტივი ვჯერდებით ამაზე, იმიტომ რომ მე მგონი ერთადერთია საქართველოში, ვინც ამხელა საქმეს უძღვება, ბავშვების, მოზარდების და არა მარტო მათი, ხელმძღვანელებისაც. მე პირადად იმ სად გავიხედო, აი თეა დავითაიას აი აქედან ვუხდი ძალიან დიდ მადლობას და დიდ სიყვარულს ვჩუქნი. იმიტომ რომ პირადად მე ჩემში იმდენი რამე შეიცვალა, იმდენი რამ ვისწავლე, შემიძლია ვთქვა რომ დავიხვეწე აი ამ კუთხით. რომ არა ეს ფესტივალი. მაშინ მე ბავშვებს სულ ვეუბნები, დავსხდეთ მაშინ და ბებია ბაბუებისთვის და დედიკო მამიკოებისთვის ჩავატაროთ და ყველა მოგვეფერება და რა კარგები ხართ. აქ შენიშნას პროფესიონალების რჩევას და ყველაფერს აქვს ის შედეგი, რა შედეგიც ჩვენ გვქონდა, ახლა სამჯერ ვართ გრან-პრის მფლობელები და ეს თეას დამსახურებაა და მისი გუნდის. ძალიან დიდი მადლობა, დავემშვიდობები მე ქალბატონ ეკას და ნიკის. მოდით ახლა გავუშვათ მცირეხნიანი ვიდეო, რომელიც ეკამ გამომიგზავნა და ორ გიორგისთან ერთად დავბრუნდები. გიორგი და გუჯა. გიორგისთან და გუჯასთან ერთად დავბრუნდები. ხოლმე ერთი ჩემი ბიოლოგიური, მეორე არაბიოლოგიური შვილი. გუჯა 10 წელია აკვარიუმშია. დროებით ზუსტად 3 წუთით გემშვიდობებით. 10 წლის წინ ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის წრე გავხსენი, რომელსაც აკვარიუმი დავარქვი. ჩემი გამოცდილება და ცოდნა მათთვისაც მინდოდა გამეზიარებინა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ სასცენო მეტყველებამდე 8-9 წლის გოგო ბიჭების სწორ მეტყველებაზე უნდა მემუშავა, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად იყო. სამწუხაროდ ინგლისური ენის ფონეტიკამ ქართული ბგერები ჩაანაცვლა და სავალალო შედეგით სახეზეა. მეტყველების კურსის პარალელურად ბავშვებს ქართული პოეზიის მარგალიტებს ვაცნობდი, რაც დღემდე ჩემი მუშაობის ღერძია. სრულიად მოულოდნელად მაჩაბელას საბავშვო თეატრალურ ფესტივალზე მონაწილეობის შემოთავაზება მივიღეთ თბილისში, საიდანაც წარმატებით დავბრუნდით. ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე მუშაობა სპექტაკლებზე და სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობაც. პანდემიის შემდეგ საკუთარი ჭერი გადავაკეთე და სახლის თეატრი დავაფუძნე, სადაც დღემდე კვირაში 5 დღე აკვარიუმის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მეცადინეობებითა და რეპეტიციებით ვარ დაკავებული. ბავშვები აქ სწავლობენ სწორ მეტყველებას, სწორ სუნთქვას, მხატვრულ კითხვას, სასცენო მოძრაობას, ემოციის ხერხებს, პოეზიისა და ლიტერატურის ანალიზს, ქართული ენის გრამატიკასაც კი, მაგრამ უპირველესად სწავლობენ მეგობრობას, მოსმენისა და კამათის კულტურას. აი ამ ყველაფერს ერთი ადამიანი მითავსებ, რაშიც ბავშვების დიდი სიყვარული მეხმარება. დღევანდელი ციფრული ეპოქის მოზარდი რომ ამ ყველაფერით ინტერესდება და სიხარულით მოიჩქარის, ეს უკვე გამარჯვებაა, წარმატებაა, რომელიც ისედაც არ აკლია აკვარიუმის თემზებს. სულ ახლახან ანტალია ქემერის შემოქმედებითი ფესტივალიდან დავბრუნდით 2 ასაკობრივი კატეგორიის ნამუშევრებიდან საუკეთესო სპექტაკლი და საუკეთესო რეჟისურა მივიღეთ, ასევე დაფასდა ბავშვების შრომაც. ეს ყველაფერი მხოლოდ აკვარიუმის ბავშვების მშობლების ფინანსური მხარდაჭერით ხდება. რთულია, მაგრამ ამჯერად მიზანი ამართლებს საშუალებას. ჩემი პირველი აკვარიუმელი და ინსპირაცია ჩემი შვილია გიორგი, რომელიც ჩემი სპექტაკლების ქორეოგრაფიც არის. წელს აკვარიუმის 5 თევზი ოკეანიში გადაინაცვლებს. წარმატებულ სტუდენტობას ვუსურებ მათ. აკვარიუმი კი კვლავ ელის ახალ თაობებს.
იცით? მაწანწალა ძაღლებთან და მოხუცებთან ერთად. ქუჩაში დაუცველი ბავშვებიც მომრავლდა. ვერავინ გამჩნევს. მხოლოდ ერთმანეთთან ჭუბი ახსოვთ ადამიანებს. მე კი დედა მენადრე. დედა შენთვის არის წასულიო სულ მახსენებელი. არაფერი არ მინდა. არც ეს ბოლო მოდელი აიფონი არ მინდა. დედა დამიბრუნეთ თუ შეგიძლიათ. დედა დამიბრუნეთ. დედა დამიბრუნეთ. დედა დამიბრუნეთ. დედა დამიბრუნეთ. დედა დამიბრუნეთ. და როგორც შეგპირდით, გიორგი ბაქრაძე და გუჯა გოგოლაძე არიან ჩემი მესამე გამოშვების მესამე ნაწილის სტუმრები. გოგაც და გუჯაც და გიორგიც არიან აკვარიუმის კურს დამთავრებულები, მე ვიტყოდი. დღეს ორივე სტუდენტია. გიორგი გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს დრამისა და კინოს მსახიობი, ხოლო გუჯა არის ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველ კურსელი. მოდით ახლა მითხარით რა მოგცათ თქვენ თითოეულ თქვენთაგანს აკვარიუმში ყოფნამ, აკვარიუმში მუშაობამ, აკვარიუმში მეცადინეობამ. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გავლენა იქონია იმასთან დაკავშირებით თუ დღეს სად ვარ და როგორ ვარ და რისი სურვილი მაქვს ზოგადად ცხოვრებაში. საუკეთესო წლები იყო, მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ თან მაშინ პატარები ვიყავით, ცხადია რომ ბავშვს უფრო მეტად უხარია, უფრო ლამაზ ფერებში ხედავს სამყაროს, რომ ვიზდებით კიდე ცოტა რაღაცები ისე აღარ გვეჩვენება სამწუხაროდ, აი რასაც ბავშვობა და აი ის ტკბილი მომენტები ქვია, მე ვფიქრობ, რომ აკვარიუმში იყო ეს ძალიან დიდი რაოდენობით. აი, დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო ძალიან. გუჯა, რა მოგცა შენ აკვარიუმში ყოფნა? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. 8 წლის ვიყავი, თუ არ ვცდები, ხო, 8 წლის ვიყავი, როცა მოხვდი ეკასთან აკვარიუმში, მთელი 10 წელი გავატარე ეკასთან და აკვარიუმთან ერთად გავიზარდეთ მე და თეატრალური სტუდია აკვარიუმი ასე გამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან პატარა მოხვდი იქ, როცა იწყებს ადამიანი ჩამოყალიბებას და შემდეგ უკვე გარდატეხის ასაკშიც ეკასთან ერთად დასთან ერთად გავატარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი ჩამოყალიბებისთვის. ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი, მე და გიორგიც დღემდე მეგობრობთ და არა მარტო მე და გიორგი, კიდევ სხვა ჩემი თანატოლი და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე საერთოდ თვითონ ხელოვნებასთან ურთიერთობა არის საოცარი რა. სულს უფრო მაღალი მწვერვალებისკენ ეწევა, ხო? ხელოვნებასთან ურთიერთობა. ვისაც ქონია ეკასთან ურთიერთობა და იცის ჩვენი დასის შესახებ, ისიც აუცილებლად ამითახება ამაში, რომ საოცარი ატმოსფერო ტრიალებს ეკასთან და აკვარიუმში. და ეს ატმოსფერო მე მინდა ყველა მიცოდეს, ახლა ვინც ახლოს არის მართლა ხელოვნებასთან და ვინც იცის აკვარიუმის არსებობა და ისტორია და ვინც თვალყურს ადევნებს და ასეთი უამრავია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ყველამ კარგად იცის, რომ ეკა ბაქრაძე თავის სახლში ამეცადინებს, თავის სახლში აქვს სპეციალურად საგანგებოდ აკვარიუმისთვის გაარემონტა სახლი და იქ ამეცადინებს ბავშვებს და ამისთვის კიდევ განსაკუთრებული მადლობა ეკა ბაქრაძეს. გიორგი, წეღან ახსენე, რომ სამწუხაროდ, როდესაც ვიზრდებით ბავშვობასა და ეს მოზრდილობას შორის რაღაცა ზღვარს უფრო ვხედავთ და სხვანაირად ვუყურებთ. აი, ერთი რაღაცა შეგიძლია მითხრა და გაგვიმხილო, რა არის ისეთი, რა შენ ბავშვობიდან სულ რამდენიმე თვეა მე მგონი გადმოხვედი, ხო და რა არის ისეთი, რომ ცოტა უცნაურად და განსხვავებულია შენთვის. მეცაც ვიტყვი. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ბავშვს უფრო სხვანაირად უხარია ბევრი რაღაც.
და როდესაც ის ბავშვობის წლები და ის კომფორტი შექმნილი გაქვს რაღაც კონკრეტულ ადგილზე იმ თბილ გარემოში თამით უმეტეს ჩემს სახლში ხო მე უცებ მომენტალურად რო წდები ამ ყველაფერს ნოსტალგიის გრძნობა იჩენს თავს გენატრება ბევრი რაღაც და იმასაც აანალიზებ ამავდროულად რომ სიახლეებს აუცილებლად თვალი უნდა გაუსწორო და ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდე და ეს არის ცოტა ისე დამაბრკოლებელი მომენტი არის მაგრამ რთული შეუძლებელი არ არის კიდე გითხრა ამას რა ქვია დიახ ფასეულობების მართებულად განლაგება კი ბატონო შეიძლება და აი ამისთვის განსაკუთრებული მადლობა თქვენ ეკა ბაქრაძეს და აი იმ გარემოცვას არა მხოლოდ ეკას ყველა იმ ადამიანს, ვინც გიორგის გვერდით დგას და გიორგის აღზრდაში იღებს მონაწილეობას. გუჯა, რამდენჯერ გაქვს მონაწილეობა მიღებული სპექტაკლებში, რომლებიც წარადგინა აკვარიუმმა მზიან საქართველოზე? კონკრეტულად მზიან საქართველოზე ალბათ დაახლოებით 4-5, თუმცა ამ ფესტივალის ეგიდით გამართულ სხვადასხვა ფესტივალებზე, მაგალითად ფანტელზე, სიღნაღში და კიდევ სხვადასხვა ანუ ეს ყველაფერი მოდი ის დავაკონკრეტოთ, რომ ეს ყველაფერი თეადავითაა დაფუძნებული. თეადავითაა დაფუძნებულ ფესტივალებზე ალბათ 15 ან მეტი, თუმცა კი, მეტიც. ერთი მახსოვს, რომ დაახლოებით 10-11 ნომინაცია მაქვს აღებული, აი ზუსტად მახსოვს. აი რაოდენობა, რამდენი სპექტაკლი მაქვს ნათამაშები, მაგას ზუსტად ვერ გეტყვი. მე მაინტერესებს, აი მზიან საქართველოსთან, ან ფანტელიდან, ან გურჯანიდან, მოკლედ აი ამ დაფუძნებული თეატრის მიერ დაფუძნებული ფესტივალიდან სახში რო ბრუნდებოდით, გქონდათ თუ არა ერთი სული, რომ კიდევ ფესტივალზე წასულიყავით? კი, მქონდა, იქიდან წამოსვლა არ გვინდოდა ხოლმე. საერთოდ რა არის იცით ფესტივალ ჩემთვის პირადად ასეა, რომ როდესაც ქალბატონ თეას ფესტივალზე მივდიოდით და მივდივართ ხოლმე, ეს ფესტივალი იწყება წინაღამით. სანამ ბარგის ჩალაგებით და დილით გაგვიძებით ტრანსპორტთან მისვლით და გზაში ანუ ყველაფერი აი ეს მდგომარეობა შენ მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრ რაღაც აქტივობასაც ვაკეთებთ ხოლმე ახალგაზრდები ვართ ენერგია გვაქვს და საწავიღოთ ხოლმე მართლა არ ვიცით და მთავრდება აი უკვე რო ვაანალიზებთ რომ უკვე იქიდან უნდა წამოვიდეთ მე კარგად მახსოვს თქვენი გამოსვლები და ორივეს მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. თქვენ ორივეს გიყვართ პოეზია და ორივეს გიყვართ ლექსების კითხვა. მე მახსოვს შენ სუპატარა იყავი 13 წლის, მე მგონი ფეხზე გადადებული რო იჯექი და ლექს კითხულ ქობულეთში, ხო არ დამავიწყება ეს კადრი. აი ლექსთან როგორ მუშაობ ლექსის შესწავლაზე? ხო, პირველ რიგში როცა ეკასთან ერთად ვაკეთებ ლექსს, პირველ რიგში ეკა კითხულობს ამ ლექსს, მე განვიხილავთ და მე უკვე ნაბიჯ ვიწყებ მე თვითონაც ამ ლექსის შესწავლას და მე უკვე ემოციებს მივანდობ ხოლმე ამ ლექსის წაკითხვას და დიდი მადლობა შენ. მე ასე ვიტყოდი რომ ზოგადად არა მხოლოდ ლექსი, თითქმის ყველა სახის ხელოვნება ადამიანი არ ირჩევს. ლექსი ირჩევს ადამიანს. კი, ლექსმა უნდა აგირჩიოს და ეს რაღაც ძალიან საინტერესო ხო, ნუ უცნაურია იმ გაგებით, რომ ყველა ლექსი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლა ძალიან კარგი დახვეწილი ლექსი იყოს, ყველაფრით ტექნიკურად ხასიათობრივად რაღაც, მაგრამ უბრალოდ შენი არ იყოს ეს ყველაფერი და პირველი უმთავრესი ეგ არის, რომ თავარია შენი იყოს და შენი მისი იყო და მერე უკვე ბუნებრივად ხდება, მე ასე მგონია. ძალიან დიდი მადლობა, მე გისურვებთ თქვენ ულევ წარმატებას და წარმატებას არა მხოლოდ ეხლა თქვენს მიერ არჩეულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ამაში და მომავალში კიდევ რას საქმესაც ხელს მოკიდევთ, ყველაფერში ქონოდეთ წარმატებები და ამის საფუძველი თქვენ რა თქმა უნდა გაქვთ. გიორგი ბაქრაძე, გუჯა გოგალაძე იყვნენ გამოშვების მესამე ნაწილის სტუმრები. დიდ მადლობას გადაუხდი მე ბიჭებს. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო ყველას, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. რაც შეეხება მზიან საქართველოს ფანტელს და ასე შემდეგ თეადავითაიას მიერ დაფუძნებულ ფესტივალს ჩვენ კვლავ გვექნება საუბარი
უკვე თეა დავითაიას თანხლებით. დიდი მადლობა ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.